გამომცემლობა სიესტამ ქართულად ნათარგმნი წიგნის ზითარტის პრეზენტაცია გამართა. ნაწარმოები ქართულად 1 წელიწადში ითარგმნა. სიუჟეტის მიხედვით ჰერმან ჰესეს თხზულების მთავარი გმირი მრავალწლიანი ძიების შემდეგ ბედნიერების საიდუმლოს პოულობს. ზითარტი თბილისის მაღაზიებში დღეიდან გაიყიდება. პრეზენტაციას კი ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. მე არა ვარ ერთი პროფესიონალი თარგმნელი, მაგრამ ეს წიგნი ვთარგმნი უბრალოდ რო წავიკითხე, ძალიან მომეწონა რა. ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით მისი ენა მომეწონა და გადავწყვიტე რომ მეთარგმნა. ეს რო დავიწყე ამის თარგმნა, არ მიფიქრე იმაზე რომ ეს დაიბეჭდებოდა, გამოიცემოდა, უბრალოდ ეს ჩემთვის მინდოდა გამეკეთებინა, იმდენად მოხიბლული ვიყავ. ყველაზე განსხვავებული და ყველაზე დახვეწილი არის ეს, როგორც ამბობენ, აი ზითარტა, ჰერმან ჰესეს რომანებს შორის. ამავე დროს ეს რომანი დაიწერა მაშინ, როდესაც თქვათ პირველი მსოფლიო ომი დასრულდა და იყო დაბნელება და კრიზისი, ანუ სულიერი ძიებების.